მოკლედ გრძელდება გადაცემა. ნინა, როგორ აირჩიე პროფესია? აი თავიდან ბავშვი რო იყავი, რას ფიქრობდი? რა გინდოდა? ძალიან პატარა როცა ვიყავი, ეს პერიოდი მე არ მახსოვს, როგორც დედა ჩემი მეუბნება, მინდოდა სტომატოლოგობა. ნუ არ ვიცი რატომ მინდოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მეუბნებიან და ბილის ექიმი. ბილის ექიმი, აი მინდოდა. რატომ მინდოდა არ ვიცი, მაგრამ ნუ ეს მე არ მახსოვს. ამას ჩემი მშობლები მეუბნებიან, რომ თურმე გინდოდა, მაგრამ და მაინტერესებდა ყოველთვის რაც იყო მისტიური და ამოუცნობი. ანუ ნებისმიერი არ ქონდა მნიშვნელობა, ყველაფერი მაინტერესებდა. ოღონდ დღემდეც მაქვს ეს დამოკიდებულება. თუ კი რამეს ვიკეთებ, ან თუ კი სადმე მივიდოდი, ყველაფერი უნდა ვიცოდე ირგვლივ. რას მიკეთებენ, რატო აკეთებენ, მაგალითად, თუნდაც რაიმე პროცედურას თუ მივიდოდი, იმის ირგვლივ უნდა ვიცოდე ყველაფერი. ყველაფერი მაინტერესებს. და ნუ შესაბამისად, ჩემი პირველი პროფესია არის ქიმია, ჩავაბარე ქიმიურზე და სხვათა შორის ალბათ ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარა ბევრ რაღაცაში, იმიტომ რომ ძალიან დიდ კავშირშია რეალურად ქიმია, ეზოთერიკა, ასტროლოგია, რეალურად ძალიან ესეთი თუ ჩავღრმავდები საკმაოდ დიდი ბმა არის ამ ყველაფერს შორის და აქვე გამიმართლა იმიტომ რომ დავინტერესდი მაგ პერიოდში მინერალებით. და ამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა მომსა შესაძლებლობა რომ დამატებით მიმართულებაც გამევლო ასევე გეოლოგია. შესაბამისად მინერალური მიმართულება, ძვირფასი ქვები კარგად შევისწავლე. მოკლედ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი რეალურად, იმიტომ რომ ყოველთვის მაინტერესებდა ეს რაღაც უცნობი და ეს რეაქციები, რაღაც აღმოჩენა, რაღაცის პოვნა, რაც ძალიან კავშირში არის რეალურად ეზოთერიკასთანაც. ნუ ალქიმიკოსები ვინ იყვნენ? თუ არა, ეზოთერიკოსები. აი ბავშვობის ოცნება და დღეს. ხო არ არის აი თქვა რომ საბავშვო ბაღი უნდა გავაკეთო. ხომ არ დაუბრუნდები კბილის ექიმობას? არა, კბილის ექიმობას არ დაუბრუნდები, თუმცა ეგ პერიოდი მე არ მახსოვს, ეს მართლა ხუმრობით იყო ნათქვამი და ბავშვობაში რასაც ვაკეთებდი და ალბათ იმიტომ მქონდა ასეთი ინტერესი, ცხოვრობდი კერძო სახლში, მქონდა ეზო და ყოველთვის აი რაღაც ბალახებით და რაღაცით ვამზადებდი ჩემს შკუაში, არ ვიცი რას ვამზადებდი, მაგრამ აი რაღაცას ვაზავებდი, რაღაცას ვურევდი ერთმანეთს და რაღაც ელექსირებს ვამზადებდი, ნუ როგორც ჩემს აღქმაში, პატარა ვიყავი მაშინ და იმდენად მომწონდა ეს პროცესი და აი თითქოს ეს ჩემი გათვლით ვიღებდი რომ ეს ამდენი უნდა დავამატო, ეს ამდენი უნდა დავამატო და იყო ძალიან ისეთი საინტერესო პროცესი ჩემთვის. ქიმიაც რეალურად ალბათ მაგიტო საინტერესოა, ხო? ძალიან დიდ კავშირში არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან და ნუ ასევე მე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებითაც წავედი, ანუ მაგისტრატურა, მაგ მიმართულებით დავამთავრე. აქ უკვე ვიტყვი რომ ალბათ უფრო სიღრმისეული მიმართულება, უფრო მასშტაბური მიმართულება მაინტერესებს. რეალურად მაქვს ეს დამოკიდებულება, მინდა რომ ვიცოდე ყველაფერი მართლა. აი რაც შეიძლება მეტი, მინდა რომ ვიცოდე და რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მქონდეს ზოგადად ყველაფერთან მიმართებაში, იმიტომ რომ ალბათ არასდროს არ შევწყვეთ აი ამ განვითარების პროცესს და ყოველთვის ვეცდები რომ რაღაც კიდე ახალი შევმატო ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, პრაქტიკას და ასე შემდეგ.